ისინი, ვინც დაბომბებსა და ხანძარს გადაურჩნენ, ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი ხელშეკრულების დადების შემდეგ ოსის სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების ძალადობას ვერ გაეცნენ. ქართული სოფლების, ქურთას, თამარაშენისა და ტყვიავის დარბევა დღემდე გრძელდება. ხანძარს გადარჩენილ სახლებს რუსები და ოსები ტრაქტორებით ამრავენ. ამ სოფლებში თითქმის არც ერთი სახლი აღარ დგას. სამი სახევარზე მოხდენს ყველა. შილობი ემკენებში. მე კიდე გადავში სახე მქონდა დაჭრილი და თავზე და ორბელში. სახლი რო აღარ იყო დასაწველი, იდგნენ მერე და საბძლებიდან საჭმესა ზიდამდნენ საკუთსა საქონლისაი, პირთამდნენ მანქანებსა და მოქონდათ. მერე იდგნენ და ამ სადაც საიდანაც გამოზიდამდნენ ამ საჭმელებს, იმ საბძლებსაც სწვამდნენ. ომის შემდეგ ოკუპირებული ქართული სოფლებიდან სახლებში ჩაკეტილი მოსახლეობა გარეთ გამოყავთ და ცხინვალის იზოლატორებში გაურკვეველი ვადით გადაყავთ. ახლობლებმა მათ შესახებ არაფერი იციან. ჩემი სიძეც გამოვიდა ერედვიდან, როგორც მოვიდა მოასწრო, დაჯდა ეზოში და აფეთქდა. აი ეს სახლები რო აფეთქდა, მოხვდათ ეზოში დაიჭრა. წაიყვანეს ის. აი სახლი, აგერის სახლი არაფეთქდა. ის წაიყვანეს და ჩვენ დავრჩით აი ეს ეგ გაუბედურებულები და დღესაც არ ვიცით სად არის. ყოველდღიურად სულ ცოტა 5-6 ადამიანი იკარგება, ანუ იტაცებენ სეპარატისტები, ყოველდღიურად ათობით სახლი იძარცვება და ყაჩაღდება. დღეს მაგალითად მოხდა გუშინ კარალეთიდან 5 ადამიანი წაიყვანეს. ქურთასთან, თამარაშენთან და ტყვიავთან ერთადერთი დამაკავშირებელი მობილური კავშირგაბმულობაა. სოფლებში დარჩენილებთან დაკავშირება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. ვინც იყო ეს მოხუცები, ისინი წამოიყვანეს და ციხეში ჩასვეს ცხინვალში. ყველა სახლი გადაწვეს. სანამ გამოვიდოდნენ, ყველა ნახა რომ წვავდნენ მასიურად ყველა სახლს. ოკუპირებულ სოფლებში დარჩენილი დაუცველი მოსახლეობა დღემდე საფრთხის ქვეშ რჩება. გადამწვარ და დანგრეულ სოფლებში ქართველი სამართალდამცავები ჯერ ვერ შედიან.